საერთოდ ადამიანი რო გისმენს, ძალიან სასიამოვნოა რა. აი ოთახში რო ხარ და რაღაც რო ყვები და 5 კაცი რო იყოს და 4 რო არ გისმენდეს, ხო სულ აღგზნობ თავს და აი ეჭემ გიყვები რაღაცას, ხო გითხოვს ბერჯერ. ამას წინადე ვოვკასის რო იყო რა ქვია. თამადო ხო ვიყავი რა ქვია მაგას. ნიშნობის ამბები გადმოპატიჟებაზე ვიყავი თამადა და ეხლა ნუ გისმენს ამდენი ხალხი ავდექ რაღაცას ყვები ვშუტურობ და რაღაც მომენტში დავფიქრე რომ არავინ არ მისმენდა. ოღონდ ძალიან ყველა შთადაღწევს უსმენდა ეს არ მოსმენდა დაემთხვა მაგიდაზე გირჩის და ტკბილეულის შემოტანას. გირჩის დამცხრები როა ხო იცი? არა. გირჩის დამცხრები რას ნიშნავს? გირჩისგან არის გაკეთებული? ჰა? კრემიანი დამცხვარი რო არის გირჩი. მაყლევებ ეხა? არ ვიცი გირჩის დამცხვარი რა არის, არ ვიცი შეჩემო. გირჩის ფორმა რო აქვს შეჩემო და შიგნით კრემი რო აქვს. დამცხვარს და გირჩის ფორმა? რატომ მაყლევებ? მე არ გაყლევებ ის. ჰა? აკლის ფორმის შეიძლება. შეჩემო საბჭოთა კავშირში შენი ბავშვობის ეგ უნდა იყოს. მეტი ნანახი არ უნდა გქონდეს არაფერი. მადებილებს ეხლა მე მგონია. გირჩი ვიცი ისა შეჩემო პოლიტიკური. ვიზაზე მიეცი ვიკიპედიაში შესვლის. ეს არის ბიჭო? ესე გირჩის ნამცხვარი? არა, ეგ გირჩია შეჩემო. არა, ნამცხვარია რა. ეს შეჩემო. ესა? ხო. ეს ბიჭო არის არ გინახავს. ნაძვის ხის გირჩები ვაწერია. არ მინახავს მართლა შეჩემო. ესეთი რაღაცა არ მინახავს. ანუ იმას გავს რა ქვია? გირჩს. არა. ტრუბოჩკა ხო. ტრუბოჩკა რო იცი კიდე? ტრუბოჩკას გავს აი თეთრები რაც არის ხარც უყურებს. სხვა ფერებისა. ჰა? კაკლის არა ბიჭო. არა, პირველად გირჩის პირველად ხედავ ეგეთან, მართლა. მე მაინც გონდა რომ ბოლომდე მე გადავები და მაგ არ გადავები უსინდისო არ მინახავს ეგეთ ნამცხვარი შეჩემო. რა ვქნა ხო? ჩიტიზრზე ვიცი. ნაპოლეონი ვიცი, ტარტალეტკას ვიცი. ხო არა? ტრუბოჩკაც ვიცი. გირჩი არის. სიგარეტიც ვიცი. ყველაფერი იცი მაგ ნათესავი რაც არის, აი ერთად დევს. გირჩი არ ვიცი შეჩემო, რავი პირველად ხედავ, მართლა. რაღაცა არ მიმიქცევია ყურად. რა გიჩის ჩაჩის გაუგებრობა რაღაც ვიღაცამ არ იციან და რა პოსტლიკა შეჩემო, რას ნიშნავს პოსტლიკა? ჩაჩიატოა გაუგებრობა. ბიჭო, რავი, ბიჭო, ესე მარტები არიან შეჩემო ეხა. ერთი ადამიანი ვერ ვიქნები ვინც არის გირჩის ნამცხვარი, შანსი არ არის. რა, ბიჭო. გირჩის ნამცხვარი დღეს შეიძლება არ არის ჯენზისთვის, მაგრამ შენ გირჩზე შენ რო პატარა იყავი გირჩის ნამცხვარი, აი შენ ნათლობაზე მაგალითად გირჩის ნამცხვარს ზილავდა ხალხი. აჰა, ანუ შენ გონია რომ შენი რეალობა ყველა სხვა რეალობა არის და არ არის ეგრე. მაღაზიაში სიყიდებოდა და გავიგე, მაგრამ არ უყიდიათ ხა ჩემებს გირჩის ნამცხვარი. არ მქონია სახში რა. მე არ მქონია სახში გირჩის ნამცხვარი და არც სხვაგან მინახავს. მე არ მინახავს არსად, რა პირველად ხედავ მართლა შეჩემ. ჯითუჯიმ დაწერა, მეც არ მინახავს და ვიომ დალინკეთო. თავი მე გონდა პროსტა მართლა გირჩი შემოაი გირჩი საჭმელად გირჩი შემო. ჯითუჯი შეჭამეს ეგენი, მე ესეთი დამცხვარი არ მიჭამია. მე ესეთი დამცხვარია. თან ეგეთი კაია რომ მაგ გირჩის ნამცხვრის გამო ამბავი ატყდა და შენ არ გისმენდა და აი გირჩი. აუ რავი, ეხა შოკი მაქვს მართლა. აი ფოტო ამოვანათეთ რა ის გირჩის ნამცხვარი 36 წელში ვარ კაციო. პირველად გავიგე, საერთოდ არც მინახავს. გირჩის ნამცხვარი მეგობრებო, ფორმა აქვს უბრალოდ, ანუ ის კი არ არის გირჩთან არანაირი კავშირი და ვიზუალის გარდა. არსაგებია, მაგრამ ნამცხვარი გირჩი. მივხვდი რომ ფორმა ქონდა, მაგრამ პირველად ნახე მე. საღოლ თქვენს, როგორ მოახერხეთ მაგდენი? აუ ისე ჩემო. მე არ შემხედრია რა, ძალით არ დავიწყებდი ძებნას გირჩისთან და არ გამიგია ვაფშე. ბიჭო, რასტორანია. იმაში კი არა, საკუთრივ ვიტროებში კი არა. იმენა ჩვეულებრივ მაღაზიაში შემხედრია, იმაში შეკუთვნილ. და მე შეიძლება დამინახავს, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია საერთოდ. რაღაცა მომიგდო 2-3 ის მომიგდო შეჩემო. ბიჭო, ხო იმიტომ რომ აღარ არის დრო მოჭმული სიგუას ნამცხვარს, ხო აღარ ამოგიგდებს ეხა შეჩემო. ხო არის, აი ესა, ხო? ხო. აი ეს არის გირჩი შეჩემო. პირველად ხედავ შეჩემო, მართლა პირველად ხედავ. ეგეთან არ მინახავს. აი მოხარშულის გუშონია შიგნით, ხო? ჰა შეჩემო. უმცირესობაში ყოფილხარ პირიქ 86% აბოლშო არ ვიცით ოდეში. მალადეც თქვენ თუ გირჩი არ იცით მეგობრებო, რა იცით აბა?
ანუ ეს კლასიკური შემთხვევა იმისა, რომ შენ გარემოცვაში და შენ ახლობლოში და შენ ბავშვობაში რაღაცა აქტუალური და კარგი იყო და გონია რომ ყველგან ეგ იყო და არ იყო აქეთკენ, ანუ რავი, ჩემთან არ იყო, მაგალითად პირველად ხედავ ეგეთ ნამცხვარს მართლა. ანუ თან პატარაობაშიც არა, მეც აღარ მინახავს 40 წლის 41-ის ვარ, შეჭი, არ მინახავს გირჩის ნამცხვარი არსადეს. მაშინ მხედრია რა. ეხა გირჩის ფორმის ტორტი გაეკეთებინოს ვიღაცას ეგ სხვა არის, ეგ შეიძლება ნანახი მაგს ამერე ტორტი ყველანაირი ფორმის შეიძლება იყოს, მაგრამ იმენ აი ეს თემა რომ გირჩის ნამცხვარი არ გამიგია მართლა. ძალიან დიდი უპირატესობით იგებს რომ არიციან ნამცხვარი. რა გეკონა რომ ეგრე იქნებოდა ბიჭო? არ მინახავს სხვა სუფრაზე შეჩემა არსად ეგ ნამცხვარი. არა, მე სუფრაზე ხა, ბევრგან არ მინახავს. ხო, საკონდიტრო იმეებში იყო. შეებში იყიდებოდა და მაღაზიებში იყიდებოდა. მე ბავშვობაში აი რაღაცა ეს. თემა ის რომ იცოდით, ალბათ ყურადღებასაც აქციოდით და ხედავდით. სოფელში განსაკუთრებით ბიჭო, სოფელში გირჩის ისა ნამცხვარი რას ლაპარაკობ? რომ იცოდით და შენ სოფელი შენ არ გაკის, არ გაკის, შენ არ გეცოდინებოდა, არ გეცოდინებოდა. სოფელში ახლა ვერ ნახავდი ნამყოფი არ არსად შეჩემანა. წამო ჩვენთან წამო. გირჩის ნამცხვარს? არა, მე მაგიჟებ, ეხლა შეთან ხვდა სამყარო რომ მე უნდა გამაგიჟოთ. გირჩს სიყვებით აღარ ჯანა. აი, კაკლები რაც არის, იმის ბიძაშვი, ანუ აი ხო, რა კაკლები, კაკალიც არ გინახავს ანუ. აი, კაკალიც არ გინახავს? გირჩი შეიძლება დაავლებათ. კაკალი იმენა ყველაზე ცნობილი. კაკალი ვიცი, კაკლის მურაბა შეჩემ. კაკლის მურაბა ვიცი? არა, კაკლის ფორმის ნამცხვარი. აღარც ეგ არიცი? არ ვიცი რა შემეცი ჩეჩემას გუშონი რა არ ვიცი. ნაპოლეონი ვიცი. ტრუბოჩკა ვიცი. აი, კაკლის სიგარეტი ვიცი. და ბევრნაირი ყლეობა ვიცი ნამცხვარი კიდევ, მაგრამ კაკლის და გირჩის ნამცხვარი არ გამიგია, არ მინახავს შეჩემ, არ ვიცი რა გაუკეთებია. რა, აბა კაკალიც იკითხე რა. ნამცხვარი ხო ისეთ პონტია ვიღაცა უნდა გააკეთო, ვიღაცა იყიდოს, არ უყიდი არა არ გაუკეთებია შეჩემ. ტარტალეთკა და რაღაცები მიჭამია არაერთხელ და ვიცი და შემხედრია და მე ვასება, მაგრამ გირჩი ვიცი პარტია პოლიტიკური შეჩემა და ისა რა ქვია, რკო. და ჭამენ. ცარი, ციყვიას აჭამს შეჩემა, რა ვიცი. ეგ ორი ვიცი მარტო. ეს ვიცი შეჩემა. ხო, აბა. ეს ვიცი. ეს ვიცი კი. წარმოიდგინე ხა იგივეა ისიც პროსტა გირჩის ფორმა ამაში. შეჩემა მართლა, იგივეა ის პროსტა ნესვის ფორმაა, სხვა ნამცხვარია. ის არ მინახავს და ეს ვიცი. შიგთავსი იგივეა. ეს ვიცი. ხო? ხო. ეს ვიცი ნანახი ანუ სტრუქტურა და შიგთავსი როგორც ვიცი ერთ და იგივეა. პროსტა სხვადასხვა ფორმაში ცხება. გავიგე, ხო, მივხვდი, მაგრამ ის არ მინახავს მართლა, არასდროს არ მინახავს. ეს ნანახი მაქვს. კაკლის ნამცხვარი ვიცი, ახლა რო უყურებ ვიცი. ეს უფრო ეხა იყიდება, ხადავოია უფრო. ხო, ეს ნანახი მაქვს. გირჩი პირველად ნახე ახლა. ვა. პრობლემაა ის 82%-ი დავინახე ხა და 1992 წლის სოფლიო ჩემპიონატი რო გამახსენდა, ანუ აი ეგეთი კავშირები რო გაქვს რიცხვებთან. 86 და 86, ანუ სოფლიო ჩემპიონატი მახსენდება. თუ ემთხოვა წელი, ეგრე სოფლიო ჩემპიონატი მახსენდება, პროსტა რა რიცხვზე. 82 არის ესპანეთი 82. კაი. 86 მექსიკა 86. ნუ პრობლემები გაქვს დატო შენ ზოგადად, დაწექი ცოტა ხანი იმკურნალე და მე მოგიტან გირჩის ნამცხვარს, როცა პალატაში იქნები. ხო და მე რა შეყვებოდი? არაფერი რო გისმენს ადამიანი ძალიან სასიამოვნოა თქო, როცა გეკითხები. მისმენდაო იქ. არა, მომენტი დავიჭირე, ერთი წამი იყო რა, არა შემოიტან ეს გირჩი ნამცხვარი რაღაცა დაინახეს, აჰა და რა წყვები და არავინ არ მისმენდა საერთოდ და აი ვისე ვიგზაინ თავი რომ მეთქი არა მეც ვიხუმრე ამ თემაზე რომ მეთქი გირჩის თემა რაღაცა. მაგრამ ძალიან სასიამოვნოა, მართლა ძალიან სასიამოვნოა ის რომ ადამიანები გვისმენენ, პატივსცემენ ჩვენს მოსაზრებას და თბილ სიტყვებს გვეუბნებიან ძალიან ხშირად და ანალოგიურად მინდა ხოლმე რომ დაუბრუნო ყველას ის გაცემული სითბო, რასაც გამოხატავენ ზოგადად ერთმანეთის მიმართ, ჩვენ მიმართ და ზოგადად რამხელა სიყვარულის ტრიალებს ხოლმე ჩვენთან. ესე გავაკეთოთ, ესე ვთქვათ, რომ ინტერნეტი ზოგადად ძალიან მოწამლული სივრცეა და ძალიან ბევრი უარყოფით იწერა, მაგრამ რაღაცა community ისეთი ხალხი შევიკარით, სადაც არ არის ეგ, რაღაც ურთიერთპატივისცემა არის. და დღესაც ახლა ადამიანმა რომ დაწერო, რომ შეგეცით რაღაცაზე გამიკვირდა, იმიტომ რომ აქ ეს გასაკვირია. ხო. და სხვაგან ეს არის ნორმა. და ძალიან მიხარია რომ ჩვენთანაც ჯგუფში რაღაცა ურთიერთპატივისცემით და აქაც ჩატშის და ზოგადად ოქტოპუსის ამ კომენტარებში ძალიან ურთიერთპატივისცემით მიდის ერთმანეთს მიმართ საუბარი, იმიტომ რომ ცუდი ვინც იყო, წავიდა, დაიბლოკა. ვიღაცა გამოსწორდა შეიძლება. დავრჩით მოკლედ კაი ხალხი და ერთმანეთის კარგები და ვიღაცამ ცუდი დაგვიზახოს, არანაირი პრობლემა არ მაქვს. რაც შეეხება დღევანდელ გადაცემას,
გადაცემა შედგა მეგობრებო, გილოცავთ, დღეს გავიგეთ ახალი ამბავი, რომ გირჩის ნამცხვარი არ არსებობს. არსებობს, მაგრამ ხალხმა არ ვიცი. ხო, ფაქტია, რომ ესეთი სიტუაცია. აი, დედაჩემმა მომწერა. რა? მეც არ გამიგიაო. გირჩის ნამცხვარი 70 პლუს გალია. ნუ, მაშინ ჩემი პრობლემა ყოფილა ეს და ცოტნესი და ვაკოსი და კნოსი. აქ უმრავლესობაში ვართ. ამ ოთახში. დიდი ტევადი რამე ვიყიდოთ, სადაც ერთად წავალთ ხოლმე, რაღაცა ლოგის გადასაღებად იქნება თუ ზოგადად რა ეს ურთიერთობა და ალაგ-ალაგ პორნოებსაც ჩავწეთ ხოლმე. ვარ ჩააჯვას ხოლმე. ეგ ხო არის თესლი კონტენტია, მანქანა ავტობუსთო დადიან. მარშრუტკითო დადიან და თან რო პორნოსო იღებ. ხოლო რაც შეეხება ტატოს დავტოვებთ იმასთან, რა ქვია, ნაგავსაყრელთან და ვეტყვი რაღაცას ვეტყვი და დავტოვებთ და ეგ გადაიღოს რაც უნდა.